ნოემბერის სახალხო ეროვნული ყრილობის დაანონსებული თარიღი, მიზნები და ამოცანები, რომლის შესრულებასაც საზოგადოებრივი ორგანო მოქალაქეების მანდატით ეცდება. უნდობლობა ხელისუფლებას და ახლა დადგენილი შეხვედრის ძველი პირობები. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. რაზე მსჯელობდა ბოლომდე შევსებულ ფილარმონიაში საზოგადოება, ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში. უზრუნველყოფ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა 2010 წლის 25 ნოემბერს. ამ შედეგით დასრულდა სახალხო კრების მოსამზადებელი შეხვედრა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თითქმის 5 საათს გრძელდებოდა. დაიგეგმა, რომ 25 ნოემბერს შედგება სახალხო კრება, რომელიც ეცდება ხელისუფლებას რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა აიძულოს. ფილარმონიაში შეკრებილი ადამიანების საკუთარი მოთხოვნის არგუმენტად კონსტიტუციის იმ უხსის შველიებენ, რომელშიც წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. მთავრობა კი სწორედ საზოგადოების მანდატით მოქმედებს. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების ქმედებებით და საკუთარ ნებას არჩევნების გზით ვერ გამოხატავენ, რადგან მათი ხმა ყალბდება, ხალხს შეუძლია ალტერნატიული მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბება. დღევანდელ შეხვედრაზე ნდობა საზოგადოების ნაწილმა სახალხო კრებას გამოუცხადა, როგორც ქვეყნის მართვის ალტერნატიულ ორგანოს. ჩემო კარგო ქვეყანა, სწორედ შენს წინაშე არსებულ პრობლემათა სიმრავლემ და მათი გადაჭრის სურვილმა დაბადა სრულიად საქართველოს წარმომადგენლობითი სახალხო კრების დაფუძნების. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ჩვენ ყველა ვიმყოფებით პოლიტიკური ძილქუშის მდგომარეობაში და მართლაც და დიდი ილია სიტყვებით რომ ვთქვათ, დროა მართლაც და ვერ ღირსოს ჩვენ გაგვიძება. სახალხო კრებაზე მოგულისხმობ ალბათ მომავალი შეხვედრა იქნება. აუცილებლად მოიწვიოთ მისი აღმატებულება ბატონი პრეზიდენტი. ეს იქნება ყველაზე უფრო ნაკლი და უთუარი ტესტი თუ არ ინებებს მობრძანებას, ეს მისი საქმე იქნება, თუმცა მრავლის მეტყველი. მაგრამ მობრძანდეს ბატონო და მაშინ გამოჩნდება ერთი ნერვი მაინც თუ შემორჩა, რომელიც მშობელ ხალხთან აკავშირებს. საორგანიზაციო შეკრებაზე პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრეს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომის გამოც. თემის განხილვა დარბაზში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი კადრების ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენებაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. დარბაზში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. გამომსვლელები ხელისუფლებას მოჩვენებითი რეალობის შექმნაში ადანაშაულებდნენ და სადასტურებლად საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ვიდეორგოლიც აჩვენეს, რომელიც ორგანიზატორების თქმით, დევნილი ადამიანების მიმართ საქართველოს ხელისუფლების რეალურ დამოკიდებულებას ასახავდა. პოლიტიკური პარტიებიდან დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო და მწვანეები გამოჩნდნენ. ნინო ბურჯანაძე საკუთარ გუნდთან ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც სახალხო კრების საორგანიზაციო შეხვედრის მომზადებაშიც მონაწილეობდა. ჩვენ სახალხო კრების ინიციატორთა ჯგუფს პრაქტიკულად დაარსების დღიდან ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ფორუმმა და დაიცალის საქართველოს თავი შეიკავა აქტიური თანამშრომლობისაგან. ჩვენი კარი კვლავ ღია ყველა იმ პარტიისათვის, ის რეალურად ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. ვისაც აწუხებს ის პრობლემები, რაც აქ დაისვა, ვისაც უნდა რომ ხვალინდელი საქართველო იყოს თავისუფალი, ღირსეული, ერთიანი და მართლა დამოუკიდებელი, აუცილებლად დადგება საკუთარი ხალხის გვერდით. საკუთარი ხალხის გვერდით. ჩვენი სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს ყველა ის პარტია, ვისთვისაც ეს პრინციპები არის ამოსავალი პრინციპები. ქვეყანა ჩაძირულია უკვე. სადღო ნელ-ნელა მოახერხა მისი ამოყვანა. სხვა გამოსავალი არ არის. არ გაუშვით ეს ხელისუფლება. მე საქართველოსგან არაფერი არ ვარ. შეკრების მიზნები სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა ერთობლივი დეკლარაციით შეაჯამეს. დოკუმენტში სამოქმედო გეგმა გაწერეს. პირველივე ღონისძიება რეგიონული შეკრება ბათუმში 14 ოქტომბერს ჩატარდება. იგეგმება რაიონებსა და რეგიონებში საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც სამომავლო შეკრებებს უზრუნველყოფს და საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს. მოსამზადებელი სამუშაოები ნოემბრამდე დასრულდება. სახალხო კრების მოწვევა სწორედ 25 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
სახალხო კრებას ოპოზიციის ერთი ნაწილი არ შეუერთდა, მიზეზები განსხვავებულია. ნაწილი კრების საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებას ელოდება, ნაწილი კი ამბობს, რომ სახალხო კრება დიდი გაერთიანების საწყისად მიაჩნდათ, თუმცა ორგანიზატორებმა ერთი პოლიტიკური ძალის ირგვლივ ბრუნვით კრების იდეას წერტილი დაუსვეს. ფილარმონიაში დღეს არ მისულან რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები. დეტალებს კი ნინი საყვარელიძე კი ამბობთ. მოვიდა მამაკაცი, რომელმაც მოიტანა რამოდენიმე მოსაწვევი ჩვენი ლიდერების სახელზე, ეს არის ის მოსაწვევი ჩვენებთ. და მთხოვა ხელი მომეწერა, რომ ჩავიბარა მოსაწვევები. როდესაც გადავხედე, ნახე, რომ ზედ არაწერი არც სახელი და გვარი, არც როდის არის და ვკითხე უკაცრავად, ვისგან არის მოსაწვევები მეთქი ბურჯანაძის პარტიიდან. რატომ არ მიტა ნინო ბურჯანაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო? რა თქმა უნდა. ნინო ბურჯანაძის პარტიიდან მისული მოსაწვევი არ გამხდარა მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკელების ლიდერებმა სახალხო კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ფილარმონიაში არ მისულა თინა ხიდაშელმა ასე ახსნა. ფულია მიიღო მონაწილეობა ისეთ ღონისძიებაში, სადაც არ იცი რატომ იმართება, რა გეგმით აპირებენ მოქმედებას, რა არის ის ამოცანები, რომელთა მიღწევაც მოკლევადიან, ან გრძელვადიან პერსპექტივაში არის დაგეგმილი. აქ ყველაზე მთავარი და საინტერესო ის არის, რა мотиваცია ამოძრავებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც ეროვნული კრების უკან არის. საწყენია ჩვენთვის და უცხოელად გეტყვით, გული მткиვა. მე მეგონა, რომ ეს კრება იქნებოდა აერთიანება როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური ძალების. ხალხის პარტიის ლიდერი გულნატკენი დარჩა. სახალხო კრება მას დიდი გაერთიანების საწყისად მიაჩნდა, თუმცა ამბობს, რომ ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი ფაქტის წინაშე დააყენეს და ერთი ძალის ირგვლივ ტრიალით დიდი გაერთიანების იდეასაც წერტილი დაუსვეს. ჩემი აზრით, ერთი პოლიტიკურ ძალაზე სწორება ასე ვთქვათ, დამცირება იმ იდეისა, რომელიც თავიდან არსებობდა ამ კრებისა. არ გამოვრიცხავ მე, რომ ასე ვთქვათ, რამდენადაც ვიცი, ქალბატონ ნინო და მისი პარტია აქტიურად მონაწილეობდა, შეიძლება ამ ფორმატით აფერებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. მოწვევა იმიტომ მიიღეს, რომ მე სათქმელი არ გქონდეთ, რომ ჩვენ არ მოვიწვიეთ დღევანდელ დღეს და რაც შეეხება რატომ უნდა ჩვენ ვერ გავიგე, ძალით ხო ვერ მოვიყვანთ პარტიებს. მაშინ როცა ფილარმონიაში წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი იკრიბებოდა, ეროვნული ფორუმის ლიდერი თბილისის ერთ-ერთ უბანში მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა. თქვა, რომ საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს შეუერთდეს თუ არა ეროვნულ კრებას. ფილარმონიაში დღეს სხვადასხვა მიზეზით არ მივიდნენ ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები და კონსერვატორები. ჩვენ არ უერთდებით, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწყობილი შეკრება და ველოდებით დღევანდელ გადაწყვეტილებებს და იმის მიხედვით მოგახსენებთ, მე შეუერთდებით ამას თუ არ შეუერთდებით. ყველა ჩვენი გზა გვაქვს, დავანახოთ საზოგადოებას, დავანახოთ სხვა პოლიტიკურ ძალებს, საით მივდივართ, რა გვინდა, რა გეგმები გვაქვს, რა მიზნები გვაქვს. და მე შევხედოთ, მე ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენების. მე რამდენადაც მოვისმინე ქალბატონ ნინოს ინტერვიუ, ითქვა, მას თავის არგუმენტები აქვს და ნაწილობრივ შეიძლება ადამიანი დაეთანხმოს კიდევაც, რომ პოლიტიკურმა ძალებმა განიცადეს დისკრედიტაცია, თავისი თავი ამოწურეს, ამიტომ რაც უფრო შორს დაიჭერენ თავს პოლიტიკიდან, მით უკეთესი არისო, ესე ითქვა. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ აი ამ დირექტივის თუ აი ამ რეკომენდაციის მიხედვით მოქმედებთ. თებერვალში, მაშინ როცა ჭადრაკის სასახლეში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების შეკრება შედგა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისამართი დაისვა კითხვა, ვინ გადაიხადა დარბაზის ქირა. დღეს უკვე მსგავსი კითხვით ჟურნალისტებმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მიმართეს. ფილარმონიის ერთდღიანი არენდის საშუალო ფასი 10,000 ლარია. ვინ გადაიხადა ეს თანხები? ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ გადაიხადა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აფინანსებს ამ, ასე ვთქვათ, ხარჯებს. ძალიან ბევრი ხალხი აქვს და მათ შორის თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობაც არა მარტო სურვილიც, რომ თავიანთი სამშობლოსათვის გაიღონ გარკვეული დანახარჯი და მაესტრომ ეს კარგად უნდა იცოდეს. მაესტროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე რამდენადაც ვიცი ასეთი, ასე ვთქვათ, კეთილშობილური შემოწირულობებით ფინანსდებოდა.